გამარჯობა ჩემო პატარებო. დღევანდელი გაკვეთილის თემა დედამიწაზე 1000 სახეობის ჭიანჭველაა და ყველა ისინი საზოგადოებებად ცხოვრობს. საზოგადოებაში თითოეულ ჭიანჭველას თავისი საქმე აქვს. ზოგი დედა, ზოგი მუშა, ზოგიც მეომარი, ზვერავი თუ მონადირე. ჭიანჭველები საცხოვრებლად ბუდეებს აგებენ, რომლებიც ერთმანეთთან ბილიკებითაა დაკავშირებული. ბუდეებში უცხო ჭიანჭველა ვერ მოხვდება, რადგან მას სასტიკ ბრძოლას გაუმართავენ და გააგდებენ, ან მოკლავენ. ბუდეს მუშა ჭიანჭველები აგებენ, ამისთვის ისინი ხმელ ტოტებს იღენებენ. ბუდე დაყოფილია, აქ ყველას და ყველაფერს თავისი ადგილი აქვს. ცალკე აწყობენ ზამთრისთვის მარაგს, ცალკე აქვთ კუპრების საბუდარი. ბუდე მიწის ქვეშ 1 მეტრის სიღრმისაა, რადგან ასეთ სიღრმეში ზამთარშიც კი ზომიერი ტემპერატურაა. ჭიანჭველები დღენიადაგ ზრუნავენ თავიანთ საცხოვრებელზე და იცავენ მის სისუფთავეს. ბუდის დარღვევის შემთხვევაში კი სასწრაფოდ იწყებენ მის აღდგენას. ბუდის აგების დროს ერთი სახის ჭიანჭველები ეხმარებიან სხვა სახის ჭიანჭველებს და ეს ხშირად ურთიერთშეთანხმებით ხდება, თუმცა ჭიანჭველებში არსებობს მონათმფლობელობაც. მონების მოსაპოვებლად მეომარი ჭიანჭველები სასტიკი რაზმებად ეწყობიან, გამოდიან ბუდიდან და მეზობელი ბუდისაკენ მოემართებიან. იწყება სასტიკი ბრძოლა, რომელშიც უამრავი ჭიანჭველა იღუპება. გამარჯვებული ჭიანჭველები იჭრებიან მოწინააღმდეგეები ბუდეში, იტაცებენ კუპრებს და თავისთან მიჰყავთ. ზოგ კუპრს ისინი ჭამენ, დანარჩენს კი აცლიან ზრდა განვითარებას. სწორედ ესენი ხდებიან მონები, დაპყრობელი ჭიანჭველები, მათ მუშებად იყენებენ. ხშირად ასეთი მონა ჭიანჭველები შემდგომში თავადაც მონაწილეობენ ლაშქრობებში. ჭიანჭველები ზამთრისთვის საკვებს იმარაგებენ, სხვადასხვა სახის ჭიანჭველები განსხვავებულ საკვებს ეტანებიან. აბა ეხლა ჩვენი საშინაო დავალება.